პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კაბელებს ბოთლებისგან არ ვამზადებთ, ვამზადებთ მხოლოდ და მხოლოდ თავსახურებისგან, წარმოებაში ვერ ვიყენებთ ბოთლებს და ბოთლებს ვაგროვებთ ისევ და ისევ თქვენი თხოვნიდან გამომდინარე, რადგანაც თავსახურების შეგროვება რომ დავიწყეთ, მომხმარებლები გვწერდნენ, რომ თავსახურებს თუ აგროვებთ, ბოთლები უფრო მეტი ბოროტება არ არის და რატომ ამას არ აგროვებთ და დავიწყეთ შეგროვება. მეორე მნიშვნელოვანი თემა, საქართველოში იმდენად დაეცა პლასმასის ბოთლების ფასი, რომ ჩვენ ამის გაყიდვას ვერ ვახერხებთ და ამ ეტაპზე შეჩერებული გვაქვს ქულების დარიცხვის სისტემა, ასევე ვერ ვახერხებთ თქვენთან ინდივიდუალურად ფიზიკურ პირებთან სახლებში მოსვლას და ამის წაღებას. ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ პირებს კონტრაქტის საფუძველზე და ამ ბოთლებს ჯერჯერობით ვპრესავთ და ვასაწყობდებთ წეროვაში, ნებნოთა დასახლებაში, სადაც საწარმო გვაქვს. და ამავდროულად ვეძებთ გასაღების ბაზრებს, რომ ეს მასალა რაღაცნაირად გავყიდოთ. საქართველოში მისი გაყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელი არის და თურქეთი არის უახლოესი ბაზარი და ვეძებთ კონტაქტებს და თქვენი დახმარებას მნიშვნელოვანი იქნება თუ რაიმე სახის ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით და შეძლებთ ჩვენს დახმარებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.